მოგესალმებით. თავისუფლების მოედნის დღევანდელი პოდკასტის თემაა კორუფცია და საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში ფესვგადგმული კორუფცია და ჩვენი დღევანდელი წევრია დავით მჟავანაძე, კორუფციის მკვლევარი, ამასთან ერთად პოლიტიკური პარტია ახლების პოლიტსაბჭოს წევრი. მადლობა დავით, რომ შემოგვიერთდით დღეს და იმედია ჩვენი დისკუსიაც საინტერესო გამოვა მაყურებლისთვის ამ უსიამოვნო თემაზე. ხო, შემიძლია პირდაპირ გადმოვიდე შეკითხვით შენთან ვის პარავს ოცნება ფულს და ზოგადად რამდენად ფესვგადგმულია კორუფცია დღეს საქართველოში და საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში. მოგესალმები, მადლობა მოწვევისთვის, ძალიან მიხარია ამ თემაზე რომ საუბრობთ. თავად თემას საშიხარულოდ სასაუბრო არ არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში კარგია რომ ამ თემას ყურადღება ექცევა და ფოკუსირებული არის პოლიტიკური კლასი ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ნამდვილად არის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. სადაც ჩანს ქართული ოცნების რეალური სახე, მათი რეალური ზრახვები ხელისუფლებაში რატო არიან და რაც შეეხება კითხვას თუ ვის პარავს ფულს, საქართველოს მოგეხსენება არ არის რაღაც ნავთობ სახელმწიფო, სადაც შეიძლება რომ ნავთობ ჭაბურღილიდან მიდიოდეს პირდაპირ ფული ხელისუფლების ჯიბეში, ან რაღაცა სხვა მინერალებიც აქ არ არსებობს. აქ რა დოვლათიც იქმნება, ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის მიერ შექმნილი დოვლათი და ამ ყველაფერს იპარავს ხელისუფლება. ეს არის მთელი სისტემა არის მოწყობილი იმ ყველაფერზე, რომ აი ამ რესურსებისა და აი ამ საბიუჯეტო სახსრების, რომელიც მე ამ რესურსების და სხვა ეკონომიკური აქტივობების შედეგად ამ ქვეყანაში იქმნება, როგორ მოხდეს მათ ჯიბეში და მათ ყოლაბაში ისეთნაირად, რომ თან ეს ყველაფერი გარეგნულად შეიფუთოს როგორც არაფერი. ეხლა საქართველოში და ამას მე ალბათ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. შეიძლება ხალხი ესე ვერ ხედავდეს, რომ ქუჩაში ვიღაცა ფულს გძალავს და გართმევს და ეს შეიძლება ეს წვრილმანი კორუფცია, ეს შესამჩნევი არ არის და ეს უკვე 25 წელი ასე არის და ვიცით ეს რა რეფორმება და რა მუშაობა მოიტანა, მაგრამ გვაქვს უფრო უარესი მდგომარეობა, მე თუ მკითხავ იმ მიმართულებით, რომ გვაქვს ეგრეთ წოდებული ელიტური კორუფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ფოკუსირებული იმაზე, რომ აი ამ რესურსების რაღაცა ამოწოვა მოხდეს ხალხისგან, ხალხის ჯიბიდან ფულის მაქსიმალური ამოღება და მე ტენდერების, სუბსიდიების, რაღაცა სახელმწიფო პროგრამების საკუთარ თავზე მორგებით, ერთხელად მიწების გადაცემით და მე საკუთარი სასტუმროების აშენებით რაღაცნაირად ეს ფული აკუმულირდეს ივანიშვილის ჯიბეში და მასთან დაახლოებული ოლიგარქიული ოჯახების. ეს სისტემა არის აი გამართული ფაქტობრივად ისე როგორც არაფერი ამ ქვეყანაში. ხო, სამწუხაროდ სამოქალაქო საზოგადოებაში და ზოგადად საზოგადოებაში ხშირად გვესმის როგორც ქართული ოცნების მხარდამჭერებში, ისე ხშირად არის რომ ოპოზიციურად განწყობილად და კრიტიკულად განწყობილ მოსახლეობაში არგუმენტი რომ ყველგან ეგრე ხდება. იმიტომ რომ არის სხვა ქვეყანაში ყოველთვის ჩვენთან ესე ხდებოდა და ამ არგუმენტის საპასუხოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ ორი кейსი. ერთი იყო, როცა 16 საბავშვო ბაღის ასაშენებელი ფული მოიპარეს, დაიჭირეს 9 პიროვნება და მეორე кейსი ავიღოთ, როცა უფასო სასადილო დაწესებულებებიდან მოიპარეს ფული. ანუ წარმოიდგინეთ, ერთი ულუფის სასადილოში ერთი ულუფა ჯდება 2 ლარი, ჯერ ისედაც როგორი პროპორცია შეიძლება იყოს, ხო? და როგორი ულუფა შეიძლება იყოს და ამ ადამიანებისთვის ეს არის ოკეი, თუ მოიპარავენ საბავშვო ბაღებიდან ფულს, მოიპარავენ რაღაცა პენსიონერებისგან, სოციალურად დაუცველი და შემწეობის რაღაც ზღვარს მიღმყოფი მოსახლეობისგან ხო ფულს. აი როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ველაპარაკოთ? აი რომელიც ამბობს რომ ყველგან ეგრე ხდება. ეს არის მათი არგუმენტი მხოლოდ. ხო, იცით რა არ ხდება ყველგან ეგრე და ამის ბევრი რაღაც ინდიკატორი არსებობს. ხო, არც ერთ ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში, არც ევროკავშირში, არც ამერიკის შეერთებულ შტატებში, არც სხვა თუნდაც აზიურ განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი რაღაც არ ხდება. ზოგადად ერთი მაგალითი არსებობს სოფლიოში ქვეყნის, სადაც კორუფცია არის და თან განვითარება არის, სოციალურ-ეკონომიკური ისეთი, რომ ხალხი იქ მდიდარი და ბედნიერია. თუ ყველგან ეგრე ხდება, მაშინ თანაბარი დონე რატო არ არის ცხოვრების ყველგან? აი რატო არის საქართველოზე 7-ჯერ მდიდარი მაგალითად გერმანია? თუ იქაც იგივენაირად არის ეს ყველაფერი, ხო? ან რატო არის საქართველოზე 4-ჯერ მდიდარი პოლონეთი? თუ იქაც ზუსტად ჩვენსავით არის კორუფცია. რა თქმა უნდა, ეხა ეს არ არის სწორი შეფასება და მე არ მგონია, რომ ამას ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც ამას ამბობს, ამის მართლა სჯეროდეს. ალბათ გარკვეული უდიდესი ნაწილის უკან იმალება რაღაცა სხვა ზრახვები, რითაც ცდილობს, რომ გაამართლოს ეს მდგომარეობა, ხო? ჩვენთან იმას ისიც უნდა ვთქვათ, რომ
რა ვიცი 20-25 წლის წინ აბსოლუტურად უფრო დიდი მასშტაბი იყო კორუფციის გაცილებით მძიმე ფორმებში გამოხატული და აღმოიფხვრა მნიშვნელოვანი მიმართულებით ხო რა ვიცი სისტემური რეფორმირებით აღმოიფხვრა როგორც რაღაცა პოლიციიდან დაწყებული საბაჟოთი გაგრძელებული და სამედიცინო სფეროთი დამთავრებული აღმოიფხვრა წვრილმანი კორუფცია ისე რომ ამ ქვეყანას მნიშვნელოვანი შვება ჰქონდა ამ მიმართულებით და ამაში ბევრი მხარე იყო და ბევრი ადამიანი იყო ჩართული ხა თუ მაშინ ხა ვიღაცა მაშინაც იტყოდა რომ ეს სულ ასე იყო და იქნება და არ შეიცვლება მაგრამ ხო თურმე ხო შეიცვალა იგივე არის დღესაც ხა დღეს არაფერი ისეთი კორუფცია არ არის რომ აი თქვა რომ აი ეს ქართველებისთვის დამახასიათებელია და ამის ამოშთობა თურმე შეუძლებელია. არა, ქართველებისთვის დამახასიათებელი ეს არ არის, ეს არის დამახასიათებელი იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის და ოლიგარქიული ოჯახებისთვის, რომლებმაც ეს ქვეყანა მიიტაცეს, ეს არის ბიძინა ივანიშვილისთვის დამახასიათებელი კორუფციული სისტემა, იმიტომ რომ მას არც ფული უშოვია, მოკლედ მის ცხოვრებაში ისე არასდროს ეს სამართლიანი და კონკრეტუნარიანი წესები და კონკრეტუნარიან გარემოში ექნა. სულ მაიმუნობები არის მისი ბიზნეს ისტორიაც რეალურად, აი რუსეთში ფულის შოვნაც იყო ვიღაცეების ჩაჩეხვის განადგურების და რაღაცა სულის და ფასეულობების მიყიდვის ხარჯზე და საქართველოში იგივე სისტემა დანერგა, ეხა მაგან მეტი არ იცის, მაგრამ აქ ეხა რა ვიცი, მე ვინც მაგას იტყვის მაშინ რომ ეგ ყველგან ეგრე არის, მაშინ თვითონ რას თქვას, არის ამ ყველაფერში მონაწილეობისთვის მზა და ან ჩართული ამ ყველაფერში მისი შვილები ასეთები არის, მისი ოჯახები ასეთები არის, რა თქმა უნდა ეგრე არ არის. ამიტომაც ხო ეს რაც შეეხება ეს მაგალითს რაც მოიყვანე, ხო ეხა ბაღების ფულის მოპარვა, სასადილობის ფულის მოპარვა. ეხა ესე იგი ეს кейსი რაც თქვი რომ 16 ბაღი უნდა აშენებულიყო საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში და ამისთვის 18 მილიონი ლარი გამოიყო. 18 მილიონი შეიჭამა. აქედან 4 მილიონი პირდაპირ ჯიბეში წავიდა, ისე რომ 4 ბაღის მშენებლობა არ დაიწყო, 16 ბაღის მშენებლობა დაიწყო, არც დასრულდა, არც ვარგა ისინი ბაღებად და არ გახსნილა. ანუ საბოლოო ჯამში 18 მილიონი ლარი ესე აორთქდა, ოღონდ ვის კომპანიაში წავიდა, იცი? კომპანია, რომელმაც ეს იკისრა, იყო რუსთავში, ერთ-ერთი ქართული ოცნების ზონდერის, გვარად თაბუკაშვილის, ამ მეცახეა დოღრიალას შვილის კომპანია, რომელიც იყო რაღაც 20 წლის ბიჭი, ფორმალურად იყო გაფორმებული ამ კომპანიაში და ამ კომპანიას ჯამურად დაახლოებით 30 მილიონი ლარის ტენდერები ჰქონდა მოგებული. ანუ რეალურად ეს ძალიან მარტივად ჩანს აწავიდა ეს ფული, ხო? ქართული ოცნების კონკრეტული ზონდერის ჯიბეში წავიდა, იმიტომ რომ ეს კაცი რუსთავში მაჯორს 2021-ში და წინა წლებში ქართული ოცნების სასარგებლოდ უმსგავსობებს შადიოდა იმისთვის, რომ მისთვის ხმები მოეტანა. იგივე მოხდა უფასო სასადილოებში. 2 ლარი იყო ერთი კაცის კვება, ძალიან ოპტიმისტური რიცხვი თქვი. ლარი და 67 იყო დღიურად მათი საკვები და აქედანაც კი ფული მოიპარეს ისე, რომ საბოლოო ჯამში რომ დავთვალოთ, ეს ლარი და 67, ლარი და 40-მდე ჩამოვიდა. იმიტომ რომ ის ფული თუ გამოაკლდებოდა, ეს ამ ლარი და 67-ში რა უნდა ჭამო ლარი და 67-დან ადამიანმა ერთი დღის განმავლობაში. ხო ესე არის, ეს იყო რაღაც წყალწყალა სუპი, რაღაცა გაფუჭებული ხორცი, ობიანი სოსისები და ასე შემდეგ და 42,000 ადამიანია თბილისში, ვინც აი ამ სოციალურ სასადილოებით სარგებლობს და საქართველოში ეს რიცხვი დაახლოებით 120,000-მდე არის და ეხლა როცა შენი მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ადამიანს და მოწყვლ ადამიანს, რომელსაც საკვების ფულის კი არ აქვს, მას ფულს პარავ თეფშიდან. ეხლა აი ან რა ტრადიციებზე შეიძლება გესაუბრო შენ, ან რა რელიგიურობაზე, ან რა სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე, ოჯახის სიწმინდეზე. ანუ რა ოჯახის სიწმინდეზე არის საუბარი, ხო ესე? ეს ყველაფერი უბრალოდ აჩვენებს იმას, ესენი ხელისუფლებაში რატო არიან. და როდესაც ისინი დაგვიწყებენ საუბარს, რომ თითქოს გეოპოლიტიკურად რაღაცა მშვიდობა მოაქვთ აქ და საუკეთესო საგარეო პოლიტიკური აქვს ვექტორი აღებული და თურმე იცავენ ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, უნდა გაგვახსენოს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს კი არ იცავენ, მათ ჯიბეს იცავენ და ამ ჯიბეს ისხელებენ სოციალურ დაუცველის თეფშიდან მოპარული ფულით. პირდაპირ მნიშვნელობით. ეგ ზუსტად ეს მაგალითი ასახავს იმას, თუ რატომ არის საქართველოში სისტემური კორუფცია და ელიტური კორუფცია. ჩვენ შეიძლება ყოველდღე არ ხვდებოდეთ მაგალითებს, როცა მაგალითად გვაჩერებს პოლიცია და გვიწევს ქრთამის გადახდა, ხო? ნუ ამას ვაღიარებთ ყველა, რომ ჩვენთან არ არის ესეთი წვრილმანი, ესეთი ფეთი კორუფცია, როგორც ასეთი ტერმინი არსებობს. და ასევე კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც მსხვილი ელიტურ კორუფციას გვაჩვენებს, ეს არის საქართველოს სუსის უსაფრთხოების, ანუ ქვეყნის უსაფრთხოების უფროსის მაგალითი, როცა ის დაიჭირეს რამდენიმე ფაქტორის გამო და მისი кейსი ასახავს თლიანად რატომ არის საქართველოში სისტემური კორუფცია. ხო, პირველი არის ის, რომ თურმე ქირაობდა თურქი ბიზნესმენი იმისთვის, რომ ისი პროექტები განახორციელებინა აქ, ენერგეტიკული პროექტები განახორციელებინა და აიღო 1,5 მილიონი დაახლოებით. მეორე кейსი იყო ის, რომ ბაღების სააგენტოს დირექტორთან ჰქონდა კორუფციული გარიგება, იმიტომ რომ მიიღოთ ასე ვთქვათ მისგან შემოსავლები და მესამე იყო ასევე call center-ები.
რომლებსაც ყოველდღიურად ჩვენ გვაბრალებდნენ ოპოზიციის მხარის იშვერდნენ ხელს, რომ ესენი არიან, რომლებიც თურმე ევროპელ პენსიონერებს ართმევენ ფულს და თურმე აღმოჩნდა, რომ ევროპელ პენსიონერებს კი არა თეფშიდან ართმევდნენ ქართველ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს საკვებს. აი, ამაზე რას ფიქრობ? როგორ ამჟღავნებს ეს, როგორი ლაკმუსის ქაღალდი შეიძლება აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ვთქვათ და დასკვნა დავდოთ, როგორი არის დღეს საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგია, საერთოდ თუ არის და შეგვიძლია თუ არა დავარქვათ და როგორი უნდა იყოს. ეგ ამავე დროს აჩვენებს ეგ ყველაფერი რაც ჩამოთვალე, აი სისტემის გახრწნის ხარისხს. ხო, ესე იგი, ჯერ ხო ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან გააქციეს მასობრივად და მარტო 2021-2024 წლებში ამ ქვეყნიდან წავიდა დაახლოებით 70,000 30 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც უკან აღარ დაბრუნდა და სამუდამო ასე თქო თავშესაფარი იპოვა ევროპულ და ამერიკულ ცივილიზაციაში, ხო ესეა და ვინც აქ დარჩა და ვისაც უცხოენა იცოდა, ვისაც რაღაც ინტელექტი აქვს, ჭკუა მოეკითხებოდა, ესენი ადგენენ და დაასაქმეს კოლცენტრებში, ხო? ანუ დაასაქმეს გულისხმობ იმიტომ რომ სხვა არჩევანი მათ არ დაუტოვეს. ეხლა კოლცენტრში ან სხვაგან რომ ეხლა 300 ლარად კონსულტანტად ვერ იმუშავებდა ეს ხალხი პირობითად, ხო? იმიტომ რომ არ ყოფნის ის არაფერს და რაღაცა ისე მოეწყო სიტუაცია აქ სოციალურად, რომ დაიწყეს კოლცენტრებში მუშაობა. ანუ გახრწნეს ეს ხალხი ფიზიკურად. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ კოლცენტრში რო ხარ ნამუშევარი და ესეთი რაღაცა გაკეთებული, რაც შენ აღწერი, ხო? სხვები ძარცვა არის, ეხლა რაღა იარაღი დაგიკავებია ხელში და შევარდნილ ხარ სახლში და ფული წამოგიღე და რაღა ეგ გაგიკეთები ახლა. ამის მერე როგორ აი შენ ხო ფსიქიკას დაზიანებული გაქვს, შენ ხო აი აღარც უკვე პოლიტიკურად და სოციალურად აქტიური აღარც ხარ, აღარც რელიგიური აღარ ხარ, აღარც ქრისტიანი აღარ ხარ. აი იმდენი პრობლემა გიჩნდება სოციალური, ფსიქოლოგიური და აი ყველა სახის, რომ ეს არის შენ კატასტროფა და მეტი არაფერი და ამას თურმე აკეთებდა სუსი, ამას რა თქმა უნდა აკეთებდა ქართული ოცნების სხვა ჩინოვნიკები, სხვა მფარველები ყავდა ამ ყველაფერს, მაგრამ ეს დასჭირდათ ლილუაშვილის შემთხვევაში და მაგიტო გამოამჟღავნეს, თორე მე ეს არის რა ქვია, აქ კვლევა რაც სტარდება ახალგაზრდების სულ ბოლო კვლევის თანახმად 73% ახალგაზრდების ფიქრობდა ემიგრაციაზე. და ესე იგი 73% რომ ემიგრაციაზე ფიქრობს, ესე იგი ის არც შვილის გაჩენაზე ფიქრობს აქ, არც ცხოვრების მოწყობაზე, არც სახლის ყიდვაზე, არც ამ ქვეყანაში დაფუძნებაზე, ანუ სოციალური კატასტროფა არის რეალურად, რასაც უწყობენ და მაგიტომაც არის მათ შორის აი ამ მთელი კორუფციული სისტემის გამო რაც არის მოწყობილი, რომ 2020 წლიდან დღემდე შობადობა ისე შემცირდა, რომ ყოველწლიურად აი დაახლოებით 7,000 ადამიანი უფრო მეტი გარდაიცვლება, ვიდრე დაიბადება. 7,000 ადამიანი არის ქალაქ ცხეთის მოსახლეობა. ანუ წარმოიდგინე, რომ ყოველ წელიწადს ქალაქ ცხეთის ოდენი მოსახლეობა და ტერიტორია უკაცრიელდებოდეს. იქ არავინ აღარ არსებობდეს. ეს მხოლოდ შობადობის ხარჯზე ხდება. 40,000 ადამიანი უფრო მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა აი ამ წლების განმავლობაში, როცა თითქოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო. 40,000 ადამიანი არის ზესტაფონის მოსახლეობა. რაც ნიშნავს, რომ სულად გაქრა ეს მოსახლეობა აქედან. ბაღებზეც ვიტყვი, რაც ახსენე ლილუაშვილის ბრალში, ხო ესეა? 61,000 ახსაზრდელი არის ბაღის თბილისში. და ამათთვის იყო 231 მილიონი ლარი კვებისთვის გამოყოფილი 2017-2023 წლებში თბილისის მერიის მიერ და ამ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობდა კახა გვანცელაძე, ვინც იყო ლილუაშვილის პროტეჟე ერთ-ერთი და ეს ჰქონდათ სქემა აწყობილი ისე რომ აქედან ფულს იპარავდნენ იმ ბაღი, ესე იგი იმ ბავშვსაც კი ულუფებს პარავდნენ და ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს აკლებდნენ რაციონიდან და ეს ბავშვი მერე უფრო მეტად უფრო ავადხდებოდა უფრო ხშირად, იმუნიტეტი უკვე იხდება, ხარისხი უარესდება იქ ბაღში და მერე უკვირთ რომ რატომ იც ხალხი ემიგრაციაში, რატომ მცირდება შობადობა. ამიტომ მცირდება შობადობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვისაც ევალებოდა ამ ქვეყნის უსაფრთხოება, პარავდა ბავშვებს ულუფებს იმიდან ბაღის ბავშვებს პარავდა თეფშიდან ულუფებს და ეს აჩვენებს იმას, რატო არიან ესენი ხელისუფლებაში. მეტი კონტრასტისთვის ისიც უნდა ვახსენოთ ყოველ ახალ წელს როგორი სლოგანი აქვს ჩვენს მერს სიცოცხლით სავსე ქალაქი, მშვიდობით სავსე ქალაქი და რეალურად თურმე შიმშილით სავსე ქალაქი ყოფილა. თურმე შიმშილით და ემიგრაციით სავსე ქალაქი. მათივე ბოლო კვლევით დაახლოებით საქართველოში სოციალურად დაუცველ ოჯახებში ცხოვრობს 400,000-მდე ბავშვი. 400,000 ბავშვი არის, რომელიც ითხოვს სოციალურ შემწეობას, აქედან 280,000 იღებს ამ შემწეობას. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ თვიდან თვემდე საჭმლის ფული. ხშირად არა მარტო ქართული ოცნების ხარდამჭერებს, ასევე მეორე ფლანგზე მყოფ პარტიების ხარდამჭერებსაც უჩნდებათ ხოლმე განცდა, რომ თითქოს ებრძვის ახალი ვითომ ეგრეთ წოდებული პრემიერი და აი გამოკეტა წინა პრემიერი, დაიჭირა თავდაცვის მინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დაიჭირა ასევე სუსი და ის ებრძვის კორუფციას. ხო, სინამდვილეში ჩვენ ხო ხვდებით, რომ ეს არის ბრძოლა სკამისთვის, შიდა კონფლიქტები და არა სისტემური ბრძოლა კორუფციისთვის. და მე მგონი ყველას უნდა აუხსნათ, რომ როდესაც სისტემური ბრძოლა
გაქვს გადაწყვეტილი, მაგ შემთხვევაში შენ არ ებრძვი პერსონებს, ებრძვი მანკიერ პრაქტიკას, ებრძვი იმ რეჟიმს და სისტემას. ჩვენ არ გვინახავს რაიმე გადადგმული ნაბიჯი ბოლო წლების განმავლობაში, რომ ებრძოდე კორუფციას, თუ არ ჩავთვლით იმ ერთ ფასადურ ნაბიჯს, როცა შეიქმნა ანტიკორუფციული სააგენტო და რეალურად ეს აგენტოც ვიცით, რომ შეიქმნა, იმიტომ რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია შეასრულეს მაშინ ევროკავშირის, მაგრამ შემდეგ უკვე ისევ გაუქმდა და გადავიდა ნაწილი აუდიტის სამსახურში და ნაწილი ფუნქციები საერთოდ ჰაერშიც კი არის ჩამოკიდებული. და აქვე უნდა ვახსენო ისიც, რომ როდესაც ანტიკორუფციული სააგენტო ჩამოყალიბდა, პირველი ვიყავით თავისუფლების მოედნის წევრები, ვის წინააღმდეგადაც დაიწყო გამოძიება, ასე ვთქვათ, და გვედავებოდნენ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად არსებობას, როცა ჩვენ ვიყავით უკვე კოალიციაში და საარჩევნო სუბიექტები ვიყავით. როცა ანტიკორუფციული ბიურო შენ კითხავდა, იმიტომ რომ პოლიტიკური ანგარიშწორება ჰქონდათ მიზნად, ამ დროს თან ამოწმებდა ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციებს და როცა შეკითხვა დაუსვეს, რომ იპოვა თუ არა რაჟდენ კუპრაშვილმა რაიმე დარღვევა ამ დეკლარაციაში, მან განაცხადა, რომ იქ ვერაფერი ვერ იპოვა. და აქედან ერთ წელიწადში ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს, იმიტომ რომ იმ დეკლარაციაში ჰქონდა ასახული საჩუქრის მიღება მშობლისგან, რომელიც იყო რეალურად ჩავი ფულის გათეთრება. ანუ ზუსტად იმავე დეკლარაციაში რაჟდენ კუპრაშვილმა ვერ დაინახა ის, რის გამოც დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ზის ციხეში. და ეს ახლა აჩვენებს ამ აბსურდულობას, რომ ეს კორუფციასთან ბრძოლა რო არ არის, მაგასაც აჩვენებს და კიდე დავამატებ მაგასაც, რომ აი წეგრას მაგალითად ვამბობთ, თბილისის ბაღების გაერთიანების უფროს დააკავეს, უბრალოდ ზებნაშია გაქცეულია, იმიტომ რომ ბავშვებს თურმე ფულს პარავდა და კახა კალაძეს თურმე არც არაფერი არ ეხება აქედან, არც არაფერი არ იცის, არც არაფერი არ ესმის, ისე როგორც უფროსო სასადილოები, რომელიც მის გამგებლობაში იყო და მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტებით არის ეს შესყიდვები განხორციელებული, აქაც კახა კალაძე თურმე არაფერს შეშ არის და არც დაკითხვაზე დაუბარებიათ და არც პასუხი უგია. ეს კორუფციასთან ბრძოლა როგორ არის? ხო, არა მარტო კორუფციასთან ბრძოლა, ხო, ეს მორალური ხრწნის მიღმა, ეს არის სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, ხო? ჩვენ გვახსოვს кейსები, როცა საქართველოში უკვე გახსნილ პარკებში დაიღუპნენ ბავშვები და კიდევ ათასობით ასეთი არც მაგაზე არ უგია პასუხი და არანაირი ევროკავშირი მაგით იცი რატო არ უნდათ ნიკა, იმიტომ რომ ევროკავშირში რო იყო და იმ სტანდარტებს აკმაყოფილებდა, რასაც ცივილიზებული სამყარო მოითხოვს და შეთანხმდა. მაშინ კახა კალაძე უკვე 10 უნდა იყოს გადამდგარი თავის თანამდებობიდან. ისე როგორც ირაკლი კობახიძე უნდა იყოს გადამდგარი. მამუკა მდინარაძე როგორ შეიძლება იძიებდეს კორუფციის შემთხვევას, მაშინ როცა მთელი მისი საპარლამენტო მოღვაწეობა გაატარა იმის გაправებაში ბოდიში, რომ ლილუაშვილიც და ღარიბაშვილიც და ყველა ეს ხალხი მის დღეს ციხეში არის, უწესიერესი ხალხი იყო. ეხლა ხო ხვდებით როგორ შეუთავსებლობა არის ამ ყველაფერთან. ამიტომაც ხო, რა თქმა უნდა, არადამაჯერებელი არის ეგ ყველაფერი და კიდევ ერთსაც ვიტყვი, თუ კორუფციას ებრძვიან ფული დაზოგეს, სისტემა გაუმჯობეს და ხალხი ამას რატო ვერ გრძნობს? რატო არ აისახა ეს არც სოციალურ მდგომარეობაზე, არც ემიგრაციის შემცირებაზე, არც ჩობადობის გაზრდაზე, ფასების გაიაფებაზე რატო გაიზარდა ჯარიმები, რატო გაიზარდა ელექტროენერგიის ფასი, ანუ უკეთესობისკენ ცხოვრება რატო არ მიდის თუ კორუფცია აღმოიფხვრა? და როგორ იზრდება 11%-ით მაგალითად ან ორნიშნა რიცხვით ეკონომიკა, როცა ქვეყანაში გვაქვს მიგრაცია და ამასთანავე ეკომიგრაცია, რაც ახსენენ მაგალითად 7%-იანი უარყოფითი სალდო, რომელიც შობადობასთან არის დაკავშირებული და ცარიელდება არა მარტო ქალაქები, სოფლები და ასე შემდეგ, მაგალითად ქუთაისში კამპანიის პერიოდში ჩვენ ხედავდით როგორ დაცარიელდა მთლიანი ქალაქი და არა მარტო ქვეყნის გარეთ წავიდნენ, თბილისისკენ წამოვიდნენ. მეოთხე ქალაქია სიდიდით ქუთაისი დღეს. ამასთან ერთად ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ სოციალური პრობლემები უფრო და უფრო ღრმავდება. კორუფციის ტენდენციებთან ერთად და ჩვენ დღეს რა кейსებზეც ვლაპარაკობთ, ეს არის უკვე გამოვლენილი, ხო? და ის რომ სამოქალაქო საზოგადოება აღარ არსებობს დღეს, მაგრამ მაინც არიან რაღაც ისეთი გამბედავი ადამიანები, რომლებიც ამ კორუფციის кейსებს იკვლევენ, მაგრამ შემდეგ აღარ მოყვება უკვე ამას გაგრძელება, აღარ არის იქ თავისუფალი მაგალითად პროკურატურა, აღარ არის სასამართლო და ამის кейსებიც აღარ არის და მე მინდა ზუსტად აი შემდეგ შეკითხვაზე მივიდე. ამდენი кейსი არსებობს. ყოველდღე ხედავთ, რომ მუნიციპალიტეტში დაიჭირეს მერის თანამშრომელი ქრთამისგან მას შემდეგ. მაინც არის დღეს საქართველოს ასე ვთქვათ კორუფციის აღქმის ინდექსით მთლად მოწინავე აღარ, მაგრამ ნუ უსწრებს რამდენიმე კი ბატონო, უსწრებს რამდენიმე ქვეყანას, ხო? 50-50-დან 56 ქულამდე აგროვებს ხოლმე პერიოდულად წლიდან წლამდე. რატომ ხდება ეს? რატომ არის მაინც მოწინავე, როცა ჩვენ სახეზე გვაქვს ესეთი სოციალური პრობლემები და კორუფციის აღქმა ჩვენ თავზე გვაქვს დამოწმებული? კი ბატონო, აი მაგაზის პასუხი მარტივად არსებობს. ჯერთ მაგ აღქმის ინდექსშიც კი გაუარესებული მდგომარეობა გვაქვს და სულ უფრო და უფრო ქვემოთ მოდის და დღევანდელი ჩვენი მაჩვენებელი არის რეკორდულად დაბალი ბოლო 15 წლის განმავლობაში და მაგრივად ცუდად არის საქმე, მაგრამ აქ უნდა ვიცოდეთ, რას ზომავს კორუფციის აღქმის ინდექსი. კორუფციის აღქმის ინდექსი უპირველესად ზომავს აი ეგრეთ წოდებული წვრილმანი ყოფითი კორუფციის
დონეს ქვეყანაში და რამდენად ეს თქვა დიდი არის ამის მასშტაბი. ხო, საქართველოში წვიმანი კორუფცია ფაქტობრივად აღმოფხრილი არის, თუმცა არა ქართულ εθნების მიერ, არამედ წინა ასე ვთქვათ ადმინისტრაციების მიერ და სხვადასხვა ჯგუფები მუშაობდა ამაზე, რომ პოლიციელს ქრთამი აღარ გამოერთმია შენთვის, მებაჟის ქრთამი აღარ გამოერთმია და იუსტიციის სახს გამართულად ემუშავა და ასე შემდეგ. ხო, ეს აღმოიფხვრა შესაბამისად აღქმა იმისა ადამიანებში, რომ კორუფციას აქ მოცული ყველაფერი, ესე შემცირდა. ამავე დროს აქ ჩვენთან ბიზნესის კეთება ფორმალურად და იურიდიულად ძალიან მარტივია, რომ შეგიძლიათ 15 წუთში კომპანია დაარეგისტრიროს, შეგიძლია რაღაცა იურიდიული საკითხები მოაგვარო. ოღონდ მე ის კი აღარ იზომება ამ იმით, რომ ბიზნეს რო დაიწყებ, რომ მოვა შენთან რაღაცა ქართული ენის წარმომადგენელი და 10 კაცს რომ მოგთხოვს და ბაზრიდან რომ გაგაძევებენ, ეგ აღარ იზომება მე, იმიტომ რომ ამას ახლა მთელი მოსახლეობა ამას ჩართული არ არის. მაგრამ მაგალითი რომ მოვიყვანოთ ჩვენ, მაგალითად თუ დღეს ქუჩაში ჩვენ პატრული აღარ გვართმევს, მაგალითად 50 ლარს ქრთამის სახით, აგრე წეგან რაც ვახსენეთ, ბაღებიდან 18 მილიონი მოიპარეს. მაგალითად, ანუ მასშტაბი არის გაცილებით დიდი და გავლენა არის გაცილებით დიდი ამ ყველაფერზე სოციალურ ცხოვრებაზე და იმ ქვეყნებს, რომელსაც ჩვენ ჯობი ვართ, მაგალითად შეიძლება იყოს ეს რუმინეთი, უნგრეთი ან ასე შემდეგ, იქ ეს ყოფითი კორუფცია ჯერ კიდევ შესაძლოა არსებობდეს სხვადასხვა დონეზე. ამიტომაც იქ აღქმა იმისა, რომ კორუფცია უფრო მასშტაბური ხასიათის არის, უფრო დიდი არის, თუმცა რეალურად ისინი უფრო კარგ მდგომარეობაში არიან, ვიდრე ჩვენ ვართ. ერთი, ორჯერ და სამჯერ დიდრები არიან ჩვენზე. როგორ არიან ჩვენზე ორჯერ დიდარი, თუ ის ჩვენზე უარეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არ არის ჩვენზე უარეს მდგომარეობა. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრები არიან და გარკვეული გარანტიები არსებობს, იქ სასამართლოსაც ვერ მიიტაცებ ისე როგორც აქ მიიტაცებ, იქ რაღაცა ციხეში არ არის პოლიტიკური ლიდერები და ხალხი იმიტომ ტროტუარზე დგანან, იქ რაღაცა ტიპის გარანტიები არსებობს იმისა, რომ ელემენტარული ასე თქვა დაცულობა არსებობდეს, ინსტიტუციური გარანტიები არსებობდეს და ჩვენთან ყველაფერი იმიტაცებულია. ჩვენთან არის, აი როგორ შედარებაში მოვიყვანთ, ისე რომ გარეგნულად საქართველოს კარგად გამოიყურება, კანი კარგად გამოიყურება, მაგრამ შინაგანი ორგანოები ყველაფერი გაფუჭებული და დისფუნქციური იქონდეს. ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში შესაძლოა, მაგალითად უნგრეთს ან რუმინეთს ახლა გარეგნულად რაღაცა ქონდეს კანზე პიგმენტები, მაგრამ გამართულად ფუნქციონირებს მისი ორგანიზმი გაცილებით უფრო ვიდრე საქართველოს ორგანიზმი და ის გაცილებით დიდხანს და ჯანსაღად იცხოვრებს, ვიდრე საქართველოს ასეთ პირობებში იცხოვრებს. მოკვდავ რეჟიმში ვართ რეალურად და ეს ამ ინდექსის ამბავმა არ უნდა დაგვაბნიოს რეალურად და მე მგონი რაც არ ნარიბნება ამით, მაგრამ ხო. კი, ეს გარეგნული ცვლილებები სხვადასხვა ქვეყნებში ასევე დამოკიდებულია გარე ფაქტორებზეც, ხო? უნდა ვახსენოთ, მაგალითად, ირანში მიმდინარე ომი, რაც მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს იმაზე, რომ დღეს საქართველოში მაგალითად ფასებზე გარკვეული უარყოფითი ტენდენციები შეინიშნება, მაგრამ ამავდროულად განვითარებად ქვეყანებს აქვთ პირკეტები, როცა შეუძლიათ რომ მოკლე ვადაში ან საშუალო ვადიან პერსპექტივაში დაარეგულირონ ეს ფასები. ნუ საქართველოს შეგვიძლია ხო ეგ რეალურად აქციზის ფასის მოხსნით, მაგრამ რამდენად აქვს უკვე დღეს საქართველოს ბიუჯეტს შესაძლებლობა იმ დროს, როცა აღარ არსებობს დონორი ორგანიზაციები, აღარ გვაქვს გრანტები და სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღარ აფინანსებს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მაგალითად სასოცხლო მნიშვნელობასთან. დღეს ეს წნეხი მოდის უკვე ბიუჯეტზე. ანუ რატო არის თუ არა ეს ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ მაგალითად არ შეუძლია ქვეყანას უკვე დაარეგულიროს ფასები? შეუძლია ფასების დარეგულირება, როცა ამის პოლიტიკური ნება არ აქვს. ყველა ქვეყანამ, პოლონეთმა, გერმანიამ, იაპონიამ, ოდესმე აი ამ ირანის ომის გამო ფასებმა დაიწყო მატება ნავთობ პროდუქტებზე, სხვადასხვა გადასახადები შეამცირეს, შეამსუბუქეს DGG დაწია პოლონეთმა 23%-დან 8%-მდე, აქციზი შეამცირა გერმანიამ. ჩვენთანაც რო იცოდეს მაგალითად მოსახლეობამ, თუ ღირს პირობითად 3 ლარი თუ ღირს ბენზინი, აქედან 1 ლარი მოდის გადასახადებზე DGG-სა და აქციზი. აქციზი ჩვენ არის ყოველლიტრზე დაახლოებით 40 თეთრი. თუ ეხა ხელისუფლება ადგებოდა და ამ აქციის რამდენიმე თვით მოხსნიდა, მაგალითად 2 თვით გააუქმებდა აქციის. დღეს რო ღირს 3 და 70 პრემიუმი, ეს პრემიუმი გახდებოდა 3 და 30 მომენტალურად, იმიტომ რომ ის 40 თეთრი გამოაკლდებოდა გადასახადის სახით. ბიუჯეტს დააკლებოდა ამით თვეში დაახლოებით 60 მილიონი ლარი, ესე იგი 2 თვეში დაახლოებით 120 მილიონი ლარი. 120 მილიონი ლარი არის იმაზე ნაკლები, ვიდრე სუსის ბიუჯეტი რო გაიზარდა 2025 წელთან შედარებით 385 მილიონი გახდა მამუკა მდინარაძის სუსის ბიუჯეტი და 129 მილიონი ლარით გაიზარდა 2026 წელს 2025 წელთან შედარებით. ანუ რეპრესიული აპარატის დაფინანსებისთვის და ხელფასების ზრდისთვის და მოქალაქეების თვალთვალისთვის და წამებისთვის ფული არსებობს, მაგრამ აქციზი რო გაუქმდეს 2 თვით და მოქალაქეების ჯიბეში ფული დარჩეს და ბენზინი არ გაიზარდოს ეს კატასტროფულად 1 თვის განმავლობაში და 1 კვირის განმავლობაში, ამისთვის თუმცა არ არსებობს ფული. არსებობს ოღონდ
ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს, იმიტომ რომ ეგენი ანგარიშვალდებულად ხალხთან არ გზნობენ თავს. და არ თვლიან რომ იმ ხალხის რაღაცა ხმა მათ ჭირდება და მათთან ანგარიშვალდებული არიან, იმიტომ რომ ანგარიშვალდებული არიან ივანიშვილთან და მათ რაღაცა ლოიალისტებთან, ისა რომელსაც კვება სჭირდება ბიუჯეტიდან და ამ ბიუჯეტს ვერაფერს ვერ მოაკლებენ. სამაგიეროდ სოციალურ დაუწყდა ბაზის შემცირება და ანონსეს და ალბათ მაგას მოაკლებენ ფულს. განათლებას მოაკლეს 300 მილიონი ლარი, იმიტომ რომ უნივერსიტეტები გააუქმეს და ის აღარ ჭირდებათ ახლა აქ მეტი დაფინანსება განათლებას აღარ ჭირდება და ესეთ რაღაცას მოაკლებენ ფულს, მაგრამ თავის ამბავს არ მოაკლებენ. კი. და ბოლო შეკითხვაზე მაინც ალბათ უნდა შევაჯამოთ ის, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. დღეს საქართველოში როგორი სისტემური მიდგომა უნდა არსებობდეს ანტიკორუფციული სტრატეგიის ან ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართ. ძირითადად განვითარებულ ქვეყნებს უფრო მეტად აქვთ ხოლმე ორი სახის მიდგომა. ერთია ნაკლებად რეგულირებული უნდა იყოს ეს სფერო და შესაბამისად ჩნდება ნაკლები ჭრილოვანი ფული და მეორე არის შედარებად კაცრი აი ეს rigid რასაც ეძახიან ისეთი მყარი, მყიფე საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც დაარეგულირებს ამ თითოეულ სფეროს. პირველ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც აქვს დადებით და უარყოფით მხარეები. ხო, მაგალითად, პირველ შემთხვევაში დიდ ბრიტანეთში როგორც არის, იქ უნდა ყავდეს პოლიტიკური პარტიები ძლიერი, რომელიც ერთმანეთს დააბალანსებს, სხვა ინსტიტუტები, ასე შემდეგ. და მეორე შემთხვევაში მთლიანად ინსტიტუციურ წნეხზე გადადის და დატვირთვა გადადის ინსტიტუტებზე, ანტიკორუფციული იქნება ეს აუდიტის სამსახური და ასე შემდეგ. როგორ ხედავ, რომელი გზით უნდა წავიდეს დღეს ქვეყანა ამ მართულებით? იცი რა, როდესაც ამ ქვეყანას ლეგიტიმური ხელისუფლება ეყოლება, იქნება ეს კოალიციური სახით თუ იქნება ერთი დიდი ჯგუფის სახით, რომელიც თავისუფლ კოალიცია იქნება ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ერთი პარტია, რომელიც აიღებს 50%-ზე მეტს, ის თავისი არსით კოალიცია იქნება და ვერ იქნება ერთფეროვანი რაღაც პოლიტიკური ჯგუფი. ყველა ვარიანტში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნება თუ იარსებებს, ამ ხრივ მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ ავტომატურადაც კი გაუმჯობესდება, თუ პარლამენტის თავის ფუნქციას შეასრულებს, მთავრობა თავის ფუნქციას შეასრულებს და სხვა ინსტიტუტები თავის ფუნქციას შეასრულებენ. მაგრამ ვინაიდან ჩვენ ესეთი პრობლემა გვაქვს ეხლა და გამჯდარი არის ეს ელიტური კორუფცია და ბიზნესი ძალიან შერწყმული არის ხელისუფლებასთან და აქ მნიშვნელოვანი არის რაღაცა ტიპის ცოტა ისეთი ქირურგიული ჩარევები, ალბათ ადეკვატური იქნება ის, რომ შევთანხმდეთ და არსებობდეს რომელიმე დამოუკიდებელი ორგანო, იგივე ანტიკორუფციული ბიურო შეიძლება ითქვას, ან რაღაც ნებისმიერ სხვა რაღაც შეიძლება დავარქვათ, რომელსაც ექნება როგორც მაკონტროლებელი, აგრეთვე საგამოძიებო ფუნქცია იმისა, რომ ერთის მხრივ მოახდინოს ანალიზი და აღმოჩენა და მხილება აი ამ კორუფციული სქემების და მეორეს მხრივ იმუშაოს აი ამის აღმოფხვრაზე და თუ საჭიროა სამართლებრივ ჩარევაზეც. გარდა ამისა, სასამართლო უნდა გათავისუფლდეს ცალსახად კლანური მმართველობისგან, სასამართლო დღეს რო იყოს თავისუფალი. აი ამ პირობებშიც კი ამ ხელა მასშტაბი ვერ იქნებოდა კორუფციის, იმიტომ რომ ყველა საქმე საბოლოო ჯამში სასამართლომდე მივიდოდა და იქ ადეკვატური მსაჯული გამოიტანდა ისეთ განაჩენს, რომელიც ხეფეხ შეუკრავდა მთელ ამ სახელმწიფო სისტემას. ამიტომაც ეს ორი ამბავი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული მექანიზმის და ორგანოს შექმნა, რომელსაც ექნება ანალიტიკური და საგამოძიებო ფუნქციები შეთავსებული. და მეორე სასამართლოს გათავისუფლება კლანური მმართველობისგან. ეს იმუშავებს აუცილებლად და მე ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩვენ მართლაც ვართ გარკვეულ პირატესობაში იმ ხრივ, რომ წვრილმანი კორუფცია ასე თუ ისე ჯერჯერობით მაინც არ არის იმ დონეზე დაბრუნებული, რომ ამას რაღაც დიდი კატასტროფული გავლენა გქონდეს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ვინაიდან ამ ხრივ ნორმალური მდგომარეობა გვაქვს, ამ ელიტური კორუფციის აღმოფხვრა არ არის ისეთი შეუძლებელი და რთული, ვიდრე შეიძლება წარმოგვედგინოს. მარტივად შეიძლება ერთი წლის თავზეც კი არსებობდეს არსებითი გაუმჯობესება, მით უმეტეს თუ ამას დაემატება ევროკავშირის ურთიერთობების აღდგენა, მეტი ფონდების და სახსრების შემოსვლა, ევროკავშირში გაწევრიანება, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მოწესრიგებული და კორუფციისგან თავისუფალ სისტემაში ბევრი რესურსების შემოდინება ავტომატურად აქ დოლას შექმნის ისე, რომ ყველა იგრძნობს შვებას კორუფციისგან და შვებას სოციალურ მიმართულებით. შვენიერი გადაცემა გამოგვივიდა, მე მგონი, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა შენ. იმედია მოსახლეობასაც მივეცით გარკვეული არგუმენტები, ასევე ვანახეთ ნათლადის кейსები, რაც დღეს არსებობს და იმედია მალე შევცვლით, თუნდაც შენ და მე გაუცილებლად. სხვა გზა არ არსებობს, ეს არის რისთვისაც თელი ცვლილება გვინდა და რისთვისაც პრინციპში ვივცით. მადლობა.